დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე როდესაც საუბრობთ მის მთლიან განუყოფელ სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თანაბრად გვაღელვებს ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. როდესაც ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე როგორც მთავარ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენი ამოცანაც თემატურად არის სწორედ შესატყვისი საკითხების შერჩევა, რომელიც განამტკიცებს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას. რატომ გავიმეორე რამდენჯერმე ერთი და იგივე შინაარსის ფრაზები და სიტყვები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, როდესაც კუჭი ან ღვიძლი არ მტკივა, თითქოს ერთი შეხედვით ჯანმრთელი ვარ, სინამდვილეში ჯანმრთელი არ ვარ, რადგან არის უხილავი მდგომარეობა, არის უხილავი პრობლემები, რომელთა დამსახურებით იცვლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც და მკვეთრად იცვლება ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ხშირად არა მარტო ერთი ადამიანის, ოჯახის და იმ სოციუმის, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, მენტალური ჯანმრთელობის ცნობადობაზე და თქვენ გახსოვთ, რომ იმდინარე თვეში ჩვენ არაერთი გადაცემა დავუთმეთ ამ საკითხს. მაგრამ როდესაც საუბრობთ დემენციაზე, ჩვენ ვითვალისწინებთ რა მოხდა სამყაროში, როგორ გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში, რამაც ძალიან მკვეთრად შეცვალა კაცობრიობის ბედი, კაცობრიობა ბერდება. დღეს სწორედ ასეთ ფრაზას იყენებენ მეცნიერები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ასოცირებული პრობლემები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. როდესაც კვებითი შუქნიშანი სამფერია, ჩვენი რეკომენდაციები არის მრავალფეროვანი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ შესაბამისი უჯრები მოვძებნოთ, რათა ჩვენს მეხსიერებაში მკაფიოდ აღიბეჭდოს ესა თუ ის ინფორმაცია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კვებითი შუქნიშანი, როდესაც ფერთან ასოცირებული ფრაზები შემდეგ უფრო ადვილად გამოსაყენებელი ხდება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი მეხსიერების კონკრეტულ უჯრებშიც ადვილად პოულობს ადგილს. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ დღევანდელ თემასთან კავშირში ორმხრივ მოძრაობაზე და ვსაუბრობთ იმ ჯადოსნურ ურთიერთობაზე, რომელიც არსებობს კვებასა და პრობლემებს შორის, დღესაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიახ, დემენცია შეიძლება იყოს ის პრობლემა, რომელსაც არასწორი კვება, არასწორად შერჩეული საკვები პროდუქტები ხელს უწყობს ან აღრმავებს. ისევე როგორც თავად დემენციამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი კვება მთლიანად. ამაზე თანმიმდევრულად ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, როგორც წესი ჩვენ საუბრობთ ხოლმე ადამიანის ტვინის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება ცივილურ სამყაროში არის პროცესირებულ პროდუქტებზე უარის თქვა. პირველი წითელი დროშა ჩნდება სწორედ ამგვარი, რაც უფრო ნაკლებ ტექნოლოგიურია, რაც უფრო ნატურალურია პროდუქტი, მით უფრო სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და მათ შორის თავის ტვინისთვის. შეგვეძლო ძალიან ადვილად გაგვეგრძელებინა ეს ჩამონათვალი და ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში გვახსენდება მწვანე მინიშნება წყლის სახით. წყალი არის ზუსტად ის ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდება მთლიანად სიცოცხლეს და განსაკუთრებით სჭირდება თავის ტვინს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტვინის უდიდესი ნაწილი წყალია, ამიტომ წყლის ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმში ტვინის ჯანმრთელი დღეგრძელი ცხოვრების წინაპირობა. მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ის საოცარი კავშირი, რაც არსებობს ადამიანის ნაწლავსა და ტვინს შორის. თქვენ გახსოვთ, რა სახელი არ მოუფიქრეთ ამას სახელმწიფოში ნაწლავ ტვინის ღერძი, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ცალკეული სახელებისა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა თანამედროვე კაცობრიობა. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ნაწლავის ჯანმრთელობა და შესაბამისად საკვებ რაციონში მცენარეული ბოჭკოს სისტემატური გამოყენება
გახლავთ ზუსტად ის კომპონენტი, რომელიც ჩვენი მეგობარი ბაქტერიების კეთილგანწყობას დაიმსახურებს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ნაწლავის შიგნით წონასწორობას, ჩვენს ჯანმრთელობას და თავის მხრივ უკვე ეს წონასწორობა განსაზღვრავს მათ შორის იმასაც, როგორი იქნება ჩვენი თავის ტვინის მუშაობა. და გამოდის, რომ ჩვენ შუქნიშანი ავაწყოთ, შეგვიძლია ყვითელი ფერის გამოგვეყენებინა მრავალი თქვენთვის ნაცნობი რეკომენდაცია ჩაგვერთო. მაგრამ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს მაგალითად თეფშის პრინციპით რაციონის გადანაწილებას. გახსოვთ, ჩვენს გადაცემაში როგორი თეფში არ იყო აღწერილი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითოეული მათგანი წლების მანძილზე, როდესაც მე ამ თემებზე მუშაობდი, თარგმნე ქართულად, ადაპტირებული ვერსია არაერთხელ გაგიზიარეთ, სისტემატურად გთავაზობთ ამა თუ იმ პრობლემაზე მორგებულ ამ თეფშებს და თქვენთვის ძალიან ნაცნობი სურათხატი და სიმბოლო გახდა თეფში. ჩემი თეფში, რომელიც გულისხმობს რაციონის გადანაწილებას, პრინციპით ნახევარი ხილი და ბოსტნეული, მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. თქვენ გახსოვთ ეგრეთ წოდებული აღმოსავლური აზიური თეფში, რომელსაც აქვს პრინციპი იგივე განსხვავებული საკვები კომპონენტებით. და მინდა გაგახსენოთ ეგრეთ წოდებული პლანეტის თეფში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ჩვენს გადაცემაში, როდესაც ჩვენ საუბრობდით მაგალითად მომავლის საზოგადოებაზე, სადაც 2050 წლამდე ნელ-ნელად უნდა შემცირდეს წითელი ხორცის წილი. მაგრამ რა თქვა საზოგადოებამ, პროფესიულმა საზოგადოებამ ტვინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით? ამ საზოგადოებამ დეტალურად შეისწავლა სხვადასხვა სახის კვების მოდელი და მათ შორის თეფშები და აღმოჩნდა, რომ ორი ყველაზე ეფექტიანი კვების მოდელი არსებობს დემენციის თავიდან ასაცილებლად და დემენციის უკეთესი მართვისთვის. ერთი მხრივ ეს გახლავთ ხმელთაშუა აუზის ქვეყნების კვების მოდელი, პირამიდა, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია თეფშადად ვაქციოთ და მეორე ეს გახლავთ ჩემიერ არაერთხელ ნახსენები, თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი წნევის მართვისთვის რეკომენდებული დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. ეს ორი მოდელი აღმოჩნდა საუკეთესო ჩვენი თავის ტვინისთვის დემენციის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა გაამთლიანეს ეს მოდელი და თქვენ ეკრანზე სწორედ ასეთ ვერსიას ხედავთ, როგორ გამთლიანდა ხმელთაშუა და დაშდიეტა ერთ თეფში და როგორ იქცა კვების მოდელად, რომელსაც ინგლისურად mind ქვია. აბრევიატურაც არის ეს და თავისთავად ჩვენს აზროვნებას, ფიქრებს, ჩვენს რაციონალურ დამოკიდებულებას აერთიანებს. და სწორედ რაციონალური კვების შესაბამისად ამ თეფშმა, რომელიც თითქოს ხმელთაშუა ზღვის მოდელის ნახევარია და მეორე ნახევრით ეგრეთ წოდებული დაშდიეტა, სინამდვილეში თავარი პრინციპები გააერთიანა. რა პრინციპებია? ეს არის 9 კი და 5 არა. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თეფშზეა, რაც ჩვენს მაგიდაზეა, სიმბოლურად თეფშს რომ წარმოადგენს. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მწვანე ფოთლოვანი მცენარეები. ეს გახლავთ პირველი კი. ეს გახლავთ ნებისმიერი სახის მრავალფეროვანი ბოსტნეული. ეს არის მეორე კი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ჯგუფი, როგორიც გახლავთ კენკრა. მესამე კი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზეითუნის ზეთი. ეს მეოთხე ფაქტორია. თხილეული მეხუთე ფაქტორი, მარცვლეული მთლიანი მეექვსე ფაქტორი, გახლავთ სხვადასხვა სახის თხილეული და თესლი, ეს გახლავთ მეშვიდე ფაქტორი და არის გასათვალისწინებელი მერვე და მეცხრე ფაქტორების სახით თევზეული და ჭლე ან მოცლილი ფრინველის ხორცი. ეს გახლავთ ის 9 კი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ თეფშს. მაშინ სად არის არა? არა გახლავთ იმ პროდუქტების მისამართით ნათქვამი, რომელიც ჩვენთან როგორც წესი ან პროცესირებულ, ან სიფრთხილით გამოსაყენებელ პროდუქტთა შორის ხდება. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ცხიმებს და კარაქი, მარგარინი ამ კვების მოდელში საკმაოდ დიდი სიფრთხილით გამოსაყენებელ პროდუქტთა რიცხვშია დასახელებული. ერთ-ერთი პირველი. ბევრისთვის საწყენი იქნება, მაგრამ არათა შორის, ანუ სიფრთხილით გამოსაყენებელ პროდუქტთა შორის მოხდა ყველასთვის ძალიან საყვარელი ყველი. არავის გაკვირვებია, რომ ამ ჩამონათვალში აღმოჩნდა
წითელი ხორცი, ეს გახლავთ მესამე პროდუქტი, ანუ მესამე არა. შემდეგ გახლავთ პროდუქტები, რომელიც შემწვარია. ყველაფერი შემწვარი მეცნიერებმა, რომლებმაც ასეთი კვების მოდელი შეიმუშავეს, შეიტანეს სწორედ არა ჩამონათვალში. და ბოლოს მოხდა ასევე ბევრისთვის საყვარელი და თავშესაქცევი, ეს გახლავთ სხვადასხვა სახის ტკბილეული და რაფინირებული, უკიდურესად ტექნოლოგიურად გაწმენდილი, გასუფთავებული, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების წყარო, სხვადასხვა სახის პასტა და ფუნთუშეული. ეს არის არამთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული, არამედ რაფინირებული ფქვილიდან მომზადებული. ეს იყო ის მოდელი, რაც მე ჩამოვთვალე, რომელიც ქმნის ამ ორ ნახევრიან თეფშს, სადაც როგორც გითხარით, ორი მთავარი მოდელი დღეს სამყაროში არსებული საუკეთესო კვების მოდელები არის გაერთიანებული და რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება ტვინის ჯანმრთელობას. ჩვენ შეგვეძლო გაგვეფართოვებინა დეტალიზაცია, ანუ უფრო დეტალურად, კონკრეტულად მეთქვა ზოგიერთი საკითხი და თქვენთვის გამეხსენებინა. მაგალითად, ჩვენს გადაცემებში სულ ახლახან თქვენთვის გაზიარებული სიახლე, როგორ შეიძლება მაგალითად ბაქტერიების განაწყენება ჩვენზე და ისეთი ვიტამინების, როგორიც არის B2 და B7 ვიტამინი, მათი გამომუშავების შეფერხება, როგორც წინაპირობა თავის ტვინის ზოგიერთი პრობლემის, მათ შორის შეიძლება იყოს დემენციაც. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ეგრეთ წოდებული დემენციის ნიღბის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს ისეთი პრობლემები, როგორიც არის რკინის და თუთიის ნაკლებობა. შეიძლება იმალებოდეს B-ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა და განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ B12 ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც მნიშვნელოვანი დანაკლისია მაშინ, როდესაც ადამიანები თუნდაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში ცხოველურ საკვებზე უარის თქმით ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ თავისი კვება. აი ასეთ შემთხვევაში ყველა ეს ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ როგორც დემენციის წინაპირობა, რომელსაც კვება ქმნის. მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ დემენცია განაჩენი არ არის და დემენციის გაშიფრა არსებითია. ძალიან ხშირად ადამიანთა დიდ პროცენტს დემენციის ნიღბის უკან აქვს ისეთი პრობლემა, რომლის მკურნალობაც შეიძლება და ასეთ შემთხვევაში დემენციის დიაგნოზი არ არის საკმარისი ზღვარი. რა უნდა ვიცოდეთ დემენციის შესახებ? მსოფლიოში დემენციის შემთხვევათა რიცხვს ყოველ 3 წამში ერთი ემატება. გახსოვდეთ, თუ მშობელს დემენცია ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ შვილსაც დაემართება. დემენცია არ არის დაბერების პროცესის ლოგიკური ნაწილი. დემენციის დროს ადამიანი ხდება გულმავიწყი, თუმცა მეხსიერების დაქვეითება დემენციის ერთადერთი ნიშანი არ არის. გასათვალისწინებელია შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, აქტივობის და გუნებგანწყობის დაქვეითება, დეპრესია. ხანდაზმულთა დეპრესია ხშირად ხდება გულმავიწყობის მიზეზი. ამიტომ აუცილებელია დიაგნოსტიკა. ალცჰაიმერის დაავადებაა თუ დეპრესია. ნუ იტყვით უარს თქვენი ოჯახის წევრის მკურნალობაზე. შესაბამისი მკურნალობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ზრდის ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს და სიცოცხლის ხანგრძლივობას. იყავით ფრთხილად, თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს დემენცია და დეზორიენტირებულია, სივრცესა და დროში, დაუშვებელია, მოხუცთა დისკრიმინაცია. მათ შეიძლება დაავიწყდეთ საკუთარი სახელიც კი, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ შევთანხმდით, რომ კვებას შეუძლია უამრავი პრობლემა თავიდან აგვაცილოს და არსებული პრობლემების უკეთ მართვაში დაგვეხმაროს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნებისმიერ დიაგნოზს შეუძლია შეცვალოს კვება. დღეს ჩვენ დემენციას განვიხილავთ ამ ჭრილში, როგორ შეიძლება საკვები პროდუქტები, ცალკეული საკვები ნივთიერებები აღმოჩნდეს რისკ ფაქტორი დემენციისთვის, ან როგორ შეიძლება კვებით გადავავადოთ მსგავსი ცვლილებები ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს თავის ტვინში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემენციის დიაგნოზი ცვლის კვებას და თუ ჩვენ საუბრობთ დემენციაზე, როგორც
მხოლოდ დიაგნოზზე, მაშინ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დემენცია პრაქტიკულად ცხოვრების წესი ხდება. ცხოვრების წესი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის არსებობას ცვლის, არამედ ცვლის ოჯახის და იმ სოციუმის არსებობას, რომელშიც ამ ადამიანს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. ასეთ შემთხვევაში არის თუ არა დემენცია რისკი ადამიანის ნაკლებობისთვის. დიახ, მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა მედიკამენტზე, ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ მედიკამენტების სისტემატური გამოყენების შედეგად დაკარგულ საკვებ ნივთიერებებზე. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება არ მივიღოთ საკვები ნივთიერებები. ჩვენ შეიძლება ვერ შევითვისოთ საკვები ნივთიერებები, მაგრამ შესაძლოა ორგანიზმში არსებობდეს ფაქტორები, რომელთა დამსახურებით ჩვენ დავკარგავთ საკვებ ნივთიერებებს. აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტები აღარ მივიღოთ. არა, ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ მედიკამენტების და საკვების ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ მაგალითად საკვები ნივთიერებების დანაკარგის რისკი კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს პირველ რიგში ბეჯგუფის ვიტამინებს ეხება და ზოგიერთ მინერალს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინისთვის და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სჭირდება ასეთი მედიკამენტების სისტემატური გამოყენება, მაგალითად დემენციის გამო, ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ მსგავსი რისკები. ცხადია, ექიმთან საუბრის დროს ეს საკითხები აუცილებლად უნდა განიხილო. და არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკვები ნივთიერებების დანაკლისზე და საკვები ნივთიერებებზე, რომელთა გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რა არის დემენცია? დემენცია ეს არის ადამიანის შემზღუდავი, ადამიანის თავისუფლების შემზღუდავი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ სწორედ დემენცია გახდეს ის წინაპირობა, რომელიც ადამიანს შეუზღუდავს წავიდეს და შეიძინოს პროდუქტები. დემენციის დიაგნოზი არის ის დიაგნოზი, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად მოახერხოს პროდუქტების შეძენა. მაგალითად, დემენციის მქონე ადამიანისთვის რთულია საჭიროების შესაბამისად შეავსოს საკუთარი პროდუქტების ჩანთა და ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პროდუქტების უსაფრთხო დამუშავება, შენახვა და ასე შემდეგ. მაშინ რა არის ლოგიკური შედეგი? ჩვენ არ შეგვიძლია შევიძინოთ პროდუქტები, არ შეგვიძლიათ მოვამზადოთ ეს პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში ჩვენი შედეგი რა არის? ცარიელი თეფში, არასრული ნაკლებობა. დიახ, ასე შეიძლება მოხდეს, თუ სათანადოდ ყურადღებით არ იქნება ოჯახი. უკიდურესი შეზღუდვა შეიძლება ნელ-ნელა იზრდებოდეს და მივიდეს ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვასთან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დემენციამ ხელით შეუშალა ადამიანს საკვებით უზრუნველყოფაში. ხელმისაწვდომობა კვებისამ მკვეთრად დაეცა. საკვები პროდუქტების მომზადებული ვერსიაც კი დარჩა მაცივაში ან კარადაში. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს თვითმომსახურების რეზერვები დაუქვეითდა. ადამიანს არ აქვს საშუალება უკვე მომზადებული, კეთილგანწყობილი ადამიანების მიერ სიყვარულით დატოვებული საკვები პროდუქტები დამოუკიდებლად გამოიყენოს. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. თუ ჩვენ მსგავსი დეტალები წინასწარ არ გავითვალისწინებთ, ეს მდგომარეობა სწრაფად შეიძლება დადგეს დემენციის ხარისხის გაღრმავებასთან ერთად. არა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უკვე აქვს დემენციის დიაგნოზი, მაქსიმალურად ჩართოთ ოჯახურ საქმიანობაში, სოციალურ აქტივობაში და არ დავზუგოთ და მოვარიდოთ, როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამას. ერთად წავიდეთ პროდუქტების შესარჩევად, ერთად მოვამზადოთ პროდუქტები, ერთად დავამუშაოთ, მაგალითად მაგიდასთან, ოჯახის წევრებთან ერთად მივირთვათ. აღმოჩნდა, რომ სოციალიზაცია კვების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ისევე როგორც ჩვენს კულტურაში გახსოვთ, რას ამბობს ქართველი კაცი, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. ანუ მარტოობა კვებაში შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ ადამიანმა საჭიროზე ნაკლები საკვები მოიხმაროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისედაც უამრავი შემზღუდავი ფაქტორი აქვს კვების სრულფასოვნებისთვის. ამიტომ ყველა იმ ოჯახს, სადაც არის
დემენციის მქონე პაციენტი. სჭირდება ადამიანის რესურსების მაქსიმალურად შენარჩუნება. იმ პერიოდის გახანგრძლივება, როდესაც თუნდაც მინიმალური სამარჯვებით ადამიანი სოციალურ აქტივობაში და ოჯახურ ცხოვრებაში იქნება ჩართული. და ამ შემთხვევაში საკვებთან დაკავშირებული რიტუალები შეიძლება იყოს ის მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტიანი საშუალება, რომელიც მის რესურსებს უკეთ შეინარჩუნებს და გაუხანგრძლივებს იმის შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეს ცხოვრების მაღალი ხარისხი. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი არა მარტო სოციალიზაციით, არამედ საკვების ადეკვატური მოხმარებით შეძლებს საკუთარი საცოცხლო ძალების შენარჩუნებას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი. მე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებ.